საპარტნიორო ფონდმა ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ფონდმა გერმანულ კომპანია ქსელო ჯგუფთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. ქარხანა აეროპორტის გზის მიმდებარედ 2017 წლის ბოლომდე აშენდება და მასში 15 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ჩაიდება. კომპანია, რომელთანაც დღეს ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, 90-ზე მეტ ქარხანას ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ევროკავშირთან, რომ ავიღეთ ვალდებულება განახლებადი ენერგიის და ენერგოდამცავი, თბოდამცავი მასალების ხელშეწყობისთვის საქართველოში ამ ხაზს ვატარებს სწორედ. ჩვენთვის ეს საქართველოში განხორციელებული პირველი პროექტია. ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად გადავწყვიტეთ საპარტნიორო ურთიერთობის ჩამოყალიბება. გვიხარია, რომ პროექტის შედგა და ვფიქრობთ ის წარმატებული იქნება. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის საშუალება გვექნება.